პალესტინელებმა შეიტყვეს, რომ სახელმწიფოებრიობის გზაზე სექტემბერში პოზიტიურ სიახლეს უნდა ელოდონ. დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აქამდე არავის გაუპეტავს. პირველი საფრანგეთი იქნება. ემანუელ მაკრონმა საკუთარი გადაწყვეტილება მაჰმუდ აბასისთვის მიწერილ წერილში ახსნა, სადაც პალესტინელ კოლეგას უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიმართ ისტორიული სწრაფვა ამოძრავებს, რაც უდევს კიდეც მის გადაწყვეტილებას საფუძვლად. მივიღე გადაწყვეტილება ვაღიარო პალესტინის სახელმწიფოებრიობა. ამ საზეიმო გადაწყვეტილებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალი წლის სექტემბერში გავახმოვანებ. დღეს აუცილებელია ღაზაში ცეცხლის შეწყდეს და გადარჩეს მისი მოსახლეობა. მშვიდობა შესაძლებელია, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია შეწყდეს ცეცხლი, გათავისუფლდნენ ტყვეები და ღაზაში მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდეს. ასევე უნდა მივაღწიოთ ჰამასის დემილიტარიზებას, უზრუნველყოთ ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა და ბოლოს უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო. უზრუნველყოთ მისი სიცოცხლის უნარიანობა, შევქმნათ გარანტია, რომ დემილიტარიზებითა და მისი მხრიდან ისრაელის აღიარებით ის შეიტანს წვლილს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაში. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას. ამჟამად პალესტინას გაეროს 193 სახელმწიფოდან 140 აღიარებს, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც, ასევე 10-ზე მეტი ევროპული ქვეყანა. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ პალესტინელებს იმედი გაუჩინა, რომ საფრანგეთს სხვებიც მიბაძავენ. მადლობას ვუხდით საფრანგეთს ამ ნაბიჯისთვის. საფრანგეთი ასრულებს მის მორალურ, სამართლებრივ და დიპლომატიურ პასუხისმგებლობას პალესტინის სტატუსის მიმართ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმ დროს, როდესაც პალესტინელი ხალხი ისრაელის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან. საფრანგეთი გამოდის და ამბობს, რომ ხარს უჭერს პალესტინის თვითგამორღვევას. ესაა სწორი ნაბიჯის სწორი მიმართულებით. ისრაელში ასე არ ფიქრობენ. პირიქით, თელ-ავივისთვის ეს არასწორი ნაბიჯია, არასწორი მიმართულებით, რომელიც მომენტალურად დაგმო და აბსურდულიც უწოდა. ეს იმიტომ, რომ ისრაელისთვის ჰამასის პირობებში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება ტერორიზმის წახალისებად აღიქმება. ქვეყნის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ის რისკები გამოხო, რომელიც ამ პრეცედენტმა შეიძლება შექმნას. მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას აღიაროს პალესტინის სახელმწიფო თელ-ავივის გვერდით 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ასეთი გადაწყვეტილება აჯილდოებს ტერორს და ქმნის რისკს წარმოიქმნას კიდევ ერთი ირანული პროქსი ძალა, ისეთივე როგორიცაა ღაზა. პალესტინის სახელმწიფო ამ პირობებში იქნება საწყისი პლატფორმა ისრაელის განადგურებისთვის და არა მის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მოდით ვიყოთ მკაფიო. პალესტინელები არ ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის გვერდით. ისინი ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის ადგილზე. ამ პოზიციაში ისრაელს მხარს უბამს მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორი დიდი შვიდეულიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს და სარკაზმსაც არ იშურებს. ამ მხრივ ამერიკელებმა პარიზის პოზიციის სუსტ მხარეზე გააკეთეს აქცენტი, კერძოდ იმაზე, თუ რა ტერიტორიებში აპირებს საფრანგეთი პალესტინის აღიარებას. კითხვას ისრაელში ამერიკის ელჩი მაიკ ჰუკაპი სვამს. თავად დონალდ ტრამპი კი ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა. ის სხვანაირი ბიჭია, ვიტყოდი რომ გუნდური მოთამაშეც გია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის რას ამბობს. ის ვერაფერს შეცვლის. მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომელსაც არ აქვს არანაირი წონა. ის ძალიან კარგი ბიჭია, მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს. მაკრონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ერთპიროვნული გამოცხადება არაფერს ამბობს იმაზე, თუ სად იქნება ის. ახლა ექსკლუზიურად შემეძლია გაგიმხილოთ, რომ საამისოდ საფრანგეთი მათ შესთავაზებს ფრანგულ რივიერას. ახალ სახელმწიფოს კი დაეხმება ფრანცესტინა. შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და უკანხევს მშვიდობას. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა. პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მკაცრი პოზიციის ეფექტი დიდია. დიდი შვიდეულის სხვა სახელმწიფოებში ვაშინგტონის მსგავსად პალესტინის აღიარებას მოკლე ვადაში არ ემხრობიან. მეტწილად მხარეები კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის გრძელვადიან გეგმაზე საუბრობენ. ბერლინმა დღეს ცალსახად აღნიშნა, რომ პარიზის გადაწყვეტილებას არ შეუერთდება, რადგან ისრაელის უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტია. დიდმა ბრიტანეთმა უფრო მეტი აქცენტი შიმშილის პირას მყოფი ღაზის ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებაზე გააკეთა.
რომში კი ურთიერთაღიარების საკითხზე აკეთებენ აქცენტს. Noi abbiamo detto che è inaccettabile quello che sta facendo Israele in questa fase. Ბევრჯერ გვითქვამს, რომ რასაც ისრაელი აკეთებს მიუღებელია, რომ კიბუცებზე თავდასხმაზე ისრაელის პასუხი არაპროპორციულია, მაგრამ თქვით ისიც, რომ ჰამასი ვერ გამოიყენებს საკუთარ ხალხს ფარად, ასე რომ სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიგვიყვანს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე, მაგრამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ასევე უნდა მოჰყვეს ახალი პალესტინური სახელმწიფოს მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს აღიარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით და არა ერთიან მეორე მხარის გამარჯვებით. ჩვენ გვსურს ამ რეგიონის სტაბილურობა და ეს ყველა ჩვენგანის ინტერესშია, ჩვენი ქვეყნისთვის და თანაცხოვრებისთვის, რომ მივაღწიოთ სხვაგვარ რეალობას. Una diversa realtà. So it is a manifesto commitment of this government. ჩვენი მთავრობის მანიფესტაცია, რომ გსურს პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიღწევა. ეს უნდა მოხდეს მტკიცედ და მოიტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. სუვერენობა შემთხვევითი ცნება არაა. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება აღვასრულოთ ის სახელმწიფოებრიობის მინიჭების შემდეგ. ჩვენ მოწოდინებული ვართ დასრულდეს ის ტანჯვა, რასაც ვხედავთ. ყველა სიტყვა, რასაც საერთაშორისო დონეზე ვიყენებთ, უნდა ემსახურებოდეს შიმშილის პირას მყოფ ღაზაში საკვებისა და დახმარების ჩატანას. ასევე არ უნდა გაუწდეს ის დიპლომატიური გამოწვევა, რომელიც პალესტინის სტატუსისთვის და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. Starving in Gaza and suffering in Gaza today. პარიზის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ ჰამასში, დაჯგუფებაში, რომელსაც ევროკავშირი და მათ შორის საფრანგეთიც ტერორისტულად აღიარებს. ამის საპასუხოდ საფრანგეთის საგარეო უწყებამ ყველას შეახსენა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით მხარს ჰამასს არ უჭერენ და რომ ეს პირიქითაა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, პარიზში თვლიან, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა.